ტაროს არკანი იდიოტი. ამ არკანს ბევრი სხვადასხვა სახელი აქვს. მაგალითად, სულელი, მასხარა. იუნგის მიხედვით, რომ შევადაროთ არქეტიპებს, სულელის არკანი უფრო მეტად მიესადაგება ბავშვის არქეტიპს, რადგანაც ის არის გახსნილი, გულუბრყვილო, ღია, სამყაროსთვის, შეცნობისთვის, ახალი გამოცდილებისთვის. ის არ ფიქრობს წარსულზე ან მომავალზე, ის არის ახლა, ამ დროში, აწმყოში და ცხოვრობს ახლანდელი დროით. ეს არის ადამიანის სული, რომელიც მოვიდა სამყაროში. ეს არის სული გამოცდილების ძიებაში. ეს არის უკუთვლის დასაწყისი. ეს ასევე გზის დასასრულია, რის გამოც ზოგიერთ ასტაში სულელს აქვს ნომერი 22. ადამიანის ცხოვრება იწყება დაბადებით, ხოლო მთავრდება კიდევ ერთი ციკლის დასრულებით და განვითარების ახალ დონეზე გადასვლით. ასევე თუ დაგაინტერესა ამ ინფორმაციამ, შეგიძლია ჩაეწერო ჩემთან ტაროს სესიაზე და არა მხოლოდ. შეგიძლია ასევე ჩაეწერო ბედის მატრიცის და ტაროს სესიაზე, სადაც ამ ორი ინსტრუმენტის გამოყენების მეშვეობით შევძლებთ უფრო მეტი სრული საინტერესო ინფორმაციის მიღებას შენს სულზე, შენს ენერგიაზე და შენს საკუთარ თავზე.